მორიგის საპრემიერო ჩვენება განახლებული შემადგენლობით მიუზიკლში ქეთო და კოტე მაკარის როლი ამჯერად პაატა ბურჯულაძემ შეასრულა. წინაპრის მიერ შექმნილი ოპერის თანამედროვე ვერსიის სანახავად ბათუმში სპეციალურად ჩამოვიდნენ ვიქტორ დოლიძის შთამომავლებიც. დეტალები ნახეთ დროს რეპორტაჟში. ქეთო და კოტე შემადგენლობას კიდევ ერთი ვარსკვლავი შეემატა. მიუზიკლს მსოფლიობანი პაატა ბურჯულაძე შეუერთდა. მაკარის პარტია მომღერალმა მოკლე დროში დაამუშავა. როგორც თავად ამბობს, რეჟისორის შემოთავაზება სიამოვნებით დათანხმდა. ანგარებიანი ფულის მოყვარული მამის როლის შესრულებისას ის სცენაზე იმპროვიზებული იყო. მე მგონი იყო ყველაფერი შესანიშნავი, საერთოდ ეს ვარსკვლავ ჩვენაა, რაც კი ხდებოდა დღეს სცენაზე. და მე დამიხარია, რომ ასეთ კარგ მომღერლებთან, მსახიობებთან და კლასიკურ და საერთოდ მომღერლებთან, მუსიკოსებთან იმასთან მაქვს კონტაქტი და რაღაცა ის შექმნით ერთად. იმიტომ რომ ეს მართლა გადასაღებია. 70 წლის უკან დაიდგა ის ქეთო და კოტე. ეს შედევრია საერთოდ. მაგრამ დრო იცვლება და ალბათ ცოტა მუსიკაც იცვლება და ძალიან კარგი ესეთ მუსიკლი დაიდგა. რა ვიცით კიდე 70 წლის მერე როგორ იქნება. ახალი კოსტიუმები, მუსიკის საორკესტრო ვერსია, მოქმედების დრო და ხასიათები. მიუზიკლის ავტორებმა ვიქტორ დოლიძის ოპერიდან უცვლელი მხოლოდ სიყვარულის იდეა დატოვეს. კიდევ ერთი ფაქტი, რომელიც 70 წლის წინ შექმნილ ოპერას ახლა დაბადებულ მიუზიკლთან ამსგავსებს, მსახიობების შემადგენლობაა. მაშინაც და ახლა სცენაზე ნამდვილი ვარსკვლავთმცვენა იყო. ხელოვნების სხვადასხვა ჟანრის ყველა ვარსკვლავებმა ერთად მოიყარეს თავი და როგორც ხედავ ყოველთვის ანშლაგით გვიდის და მაყურებელი ძალიან თბილი და აქტოვანებულია. შემოემატა ამ ვარსკვლავთმცვენას ბატონი პაატა ბურჯულაძე, რომელთანაც მუშაობა იყო, რა ვიცი, ძალიან სასიამოვნო, რა ვიცი, ჩემი ერთ-ერთი კუმირია და ძალიან მიყვარს და ხშირად ვადევნებ ხოლმე თვალყურს შეძლებს დაგვარად მის თითოეულ სპექტაკლს. გახმაურებულმა მუსიკალურმა სპექტაკლმა ამჯერადაც სრულიად შორდი ჩაიარა ხელოვნების ცენტრის საკონცერტო დარბაზში. მათ შორის ვინც ახალ მუსიკალურ წარმოდგენას აპლოდისმენტებით აჯილდოებდა, ვიქტორ დოლიძის შთამომავლებიც იყვნენ. დიდი წინაპრის მიერ შექმნილი ოპერის ახალი ვერსია მათთვის სასიამოვნო რამდენიმე მიზეზის გამო იყო. ვიქტორის ოპერა, ძალიან ტრაგიკულად გარდაიცვალა, ახალგაზრდა გარდაიცვალა და სასიამოვნო რომ ცოცხლობს და იცვლება და ამდენ ახალს აძლევს სტიმულს. ძალიან მომეწონა, კარგი იყო და ალბათ ველოდებით თბილისშიც ალბათ იქნება და ალბათ კიდევ უფრო ბევრი დრო იმუშავებენ, კიდევ უკეთესი იქნება და აქაც ძალიან კარგი იყო და რავი, ძალიან კმაყოფილი მივდივარ რა. ამაღლებულ ნოტაზე მივდივარ ახლა. ვიქტორ დოლიძის შთამომავლების ემოცია მნიშვნელოვანი იყო მიუზიკლის ავტორებისთვისაც. კომპოზიტორი ნიკა მემანიშვილი ამბობს, რომ ლეგენდარული ოპერის ახალი მუსიკალური ვერსიის შექმნისას ყველა ნიუანსის გათვალისწინებას ცდილობდა, რათა მაყურებლისთვის ისტორიული ოპერის მუსიკალური მოტივები ნაცნობი, ხოლო ახალი ჟღერადობა მოსაწონი ყოფილიყო. ძალიან სიმბოლური დღე იყო ჩემთვის, ვინაიდან დღეს ესწრებოდა ვიქტორ დოლიძის ნათესავები, შთამომავლები და აგრეთვე პაატა ბურჯულაძე შემოემატა ამ თანავარსკვლავებს. ასე რომ ამ ასე ვთქვათ დღეს წინასწარ ქონდა წარმატების ერთგვარი გარანტია, მაგრამ ღელვარებაც თუ როგორ შეხვდებოდა ამას აუდიტორია და კონკრეტულად ის ადამიანები. არაჩვეულებრივი ნამუშევარია ნიკა მემანიშვილის. უნდა გითხრათ, რომ გაოგნებული ვარ, იმდენად არაჩვეულებრივია ნიკას ნამუშევარი. ეს ძალიან სერიოზული არანჟირებაა, ძალიან საინტერესო. მე
ძალიან მიხარია, რომ ნანი ატა ბატონი ბადო აი ყველანი ესენი ერთად მე მაინც მე მგონია რომ მაშინ ბათუმის ოპერამ ბავშვები როცა იყვნენ ძალიან კარგი საქმე გააკეთა, იმიტომ რომ აი ხალხ არაჩვეულებრივი რამოდენიმე მომღერალი. სოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე, რომელმაც მიუზიკლს ქეთო და კოტეს ახალი ელფერი შესძინა, კიდევ ერთ წარმოდგენაში ითამაშებს. ბოლო საპრემიერო ჩვენობა 22 აგვისტოს გაიმართება და ამით მუსიკალური სპექტაკლის საპრემიერო ჩვენებები ბათუმის ხელოვნების ცენტრში დასრულდება.